ძველ რადიოს ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილი გადის რადიო მედის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით დიტო. სპორტის დროა, ხო? სპორტის დროა, ნინო, დიტო და მიშა. გალბადონება და ბატონებო, როგორ შეგეყვარს ხოლმე და მეც ღრმად პატრიოტიზმი და მოწვეულო სტუმრობა. და აი რა შეეხება კალათბურთს, ჩვენი მეტოქები ვინ არიან კი? არ ვკარგავ ნამდვილად, ეხა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენთვის ბევრი რამ მნიშვნელოვანი და საინტერესო ის რომ ევროპირველობაზე სადაც მიჯრით მე-6-ად ვითამაშებთ ჩვენი მეტოქეების ვინაობა გაირკვა ჯგუფში თამაშობთ კვიპროსზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან კარგი გაცილებით კარგია ვიდრე ლატვიაში და კიდევ სხვა 4 ქვეყანაში ტარდება ჯგუფური ეტაპი იმიტომ რომ კვიპროსი ბევრი კუთხით გვაწყობს და ამ მხრივ თუნდაც მასპინძელი ეს იქნება ჯგუფის ღრმა აუტსაიდერი და კვიპროს დღეს არ ყავს თანამედროვე დონის გუნდი მაგრამ 4 გუნდი გადის ჯგუფიდან დარჩენილი მეტოქეები ესენი არიან ესპანეთი ნუ ამ ლაროხას ვერ მოვცილდით რა მაგრამ ერთი ფაქტია რა აქვე ვიტყვი მოკლედ რომ თაობათა ცვლის სერიოზული პროცესია ის ვიშენიცი ყველა დიდი წასულია რა თქმა უნდა ესპანეთი ფავორიტად დარჩება მაგრამ არა იმ დოზით და იმ ხარისხით რასაც ადრე გვიჩვენებოდა ჩვენ და ის ფერნანდესები და თავის იმითი მამას ავსდებით და ნუ ეს ესპანეთი იტალია რომელიც ასევე თაობათა ცვლის საკმაოდ რთულ პროცესია ბოსნია რომელსაც ერთი გამორჩეული მოთამაშე ყავს და საბერძნეთი ბერძნებსაც თაობათა ცვლის პროცესია ასე რომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორ იქნება მომზადებული გუნდი აი ეს ოკეანის გაგმიდან ის ორი ჯელი რო ჩამოვა როგორ შეერწყმა გუნდს არა შენ გეცინება და ჯერ მაგათი თამაში აქ ისე იმ დონეზე რასაცველი დღემდე ვერ ხერხდება თუ არ ხერხდება ნუ ამაზე არა და ასევე ჩვენი ფედერაციის ძალისხმევით მოხდა ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ რომ წლეულს უკვე ივლისის თვეში თბილისი უმასპინძლებს 16 წლამდელთა ევროპირველობას მართალია კადეტთა ასაკია მაგრამ უკვე რო იტყვიან კოჭებში ეთყობათ უკვე ვინ არის შეიძლება ყველამ დიდი კალათბურთი ვერ ითამაშოს უკვე ამ ასაკიდან მაგრამ ბევრი ისეთი მერწმუნე მოთამაშეს ხილვის შესაძლებლობა გვექნება რომელიც სულ მალე 2-3 წლის მანძილზე ევროსარბიელზეც იგუხებს და შეიძლება უფრო შორს აი ოკეანის გაღმა NBA-ში აღმოჩნდეს და აი ესე ძალიან დიდი ის და ამას ყველაფერს ერწყმის რომ რამდენიმე გამოჩენილი მოთამაშის და სპეციალისტის დაბადების დღე გახლავდა მე ჩავერთვებით ესეთი იყო მოკლედ წინაპირობა დღეს დილით რომ მოვედით და ანუ ვემზადებოდით რა თქმა უნდა ეთერისთვის დიტო მითხრა ესეთი რაღაც რომ ნუ აი შენ მოგვარაზე უნდა ვისაუბრო და ნუ სპორტის ისტორიაში არიან ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და მოკლედ გრიგოლ მეუნარგიაზე მე საუბრებოდა, ანუ კალათბურთის ზოგადად ისტორიაში რამხელა როლი ითამაშა, ასე შემდეგ და ნუ ძალიან ყურადღებით უსმენდით და მე ვუთხარი რომ დიტო ბაბუაჩემზე მე საუბრები მეთქი და კაპიტონიჩიც ახსენე. ბაბუაჩემზე კი ბატონო მამაჩემის მამაზე თქო და ნუ საერთოდ მოდი ეხა მეჯერ სპორტულ მხარეს და რა კიღა ნინო ძირფასო სამწუხაროდ ეხა აი უშუალოდ საარქივო მასალაზე წვდომა არა მაგ და ვერ მოგახსენებ მაგრამ აი ოფიციალური წყაროები აი ეს ქართული სპორტული ბეჭდვითი მედია მოხდელობაში აი ამ დიდებულ ადამიანზე ბევრი არაფერი მოგეძიება უპრიანია რომ შემდგომ შენ გვითხრა და ვინ იყო ეს ადამიანი დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოების ფართო ნაწილისთვის შეიძლება არ არის ცნობილი 114 წელი შეუსრულდებოდა დაბადებიდან გრიგოლ მეუნარგიას ეს გახლავთ მიექცეთ ყურადღება პროფესიული ქართული კალათბურთის ფუძემდებელი რაშია საქმე ამას უსვამხოლმე და მინდა პატარა განმარტება აუცილებლად გავაკეთო რომ აი ეს ფიზკულტურული ღონისძიებები რაც იყო 20-30-იან წლებში ამასთან ვერ მოვა ეს იყო მასობრივი ხასიათის ჩვენში პროფესიული სპორტის დაიწყო, როცა დაიწყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ჩატარება, იმიტომ რომ იქ არ იყო ისე, რომ შენ დილი თუ თქვათ მიშა შენთვის ყველაზე საამაყო სულ უყვარს ხოლმე ეს ელექტროშემდუღებელთა აი ექსტრა კლასის იმაში მუშაკებთან ერთად ელექტროდი გეკავა ხელში და საღამოდი გეტამაში. არა ის იყო პროფესიული, უბრალოდ გაფორმებდნენ ეს იქნებოდა მეურნეობები, კოლმეურნეობები, ქარხნები, ფაბრიკები და ამ შემდეგ, მაგრამ შენ რეალურად
ხელფას და ჯამაგირს იღებდი შენ უშუალოდ სპორტულ სარბიელზე მოღვაწეობის გამო და ამ პროფესიულ კალათბურთს დაუდო საფუძველი გრიგოლ მეუნარგიამ ჯერ კიდევ მიაქცია ყურადღება მეორე მსოფლიო ომი არ არის დამთავრებული საუბარი 1954 წელზე ბევრმა არ იცის რომ ეს იყო წინამორბედი თბილისის დინამოს იყო ასეთი თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდი რომელიც ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თბილისის დინამოს მერე რატომღაც იყო ეს ჩემ ბავშვობას ვიხსენებ ეს ტიტულები მიაწერეს მერე საზოგადოება აღშფოთდა ბიჭო ის სხვა გუნდი იყო ეს სხვა გუნდიაო სახელი კი არ შეცვლია მერე ის გუნდი უცნობიზესთა გამო დაიშალა ესეც ვერ ვიპოვე რატო დაიშალა მეუნარგია აგრძელებდა ნაყოფიერ მოღვაწეობას განაგრძო მოღვაწეობა თბილისის ლოკომოტივში რომელმაც 2 პოდიუმი გააკერხა ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ანუ ვერცხლის მედლები და ბრინჯაოს მედლები და დაუდო საფუძველი იმ დიდი დინამოს ოქროს ეპოქას 50 წლიდან დაიწყო უკვე დინამო ფაქტიურად 59-დან ფუნქციონირება და აი მერე დაიწყო ის ოქროს რომელიც დაგვირგვინდა რით საბჭოთა კავშირის 4 ტიტული და ყველაზე დიდი ტიტული რაც წარმოუდგენელია რომელიმე შეძლოს ამის გადაწყვეტა და ღმერთმა გნავს ხდებოდა მაგრამ ესეა ევროპის ჩემპიონთა თასი და მადრიდის რეალის დამარცხება ეს ყველაფერი ხდება სულ რაღაც 12 წლის მანძილზე მას შემდეგ რაც მეუნარგიამ ამას ყველაფერს ჩაუყარა საფუძველი მიიყვანა და 2 როგორი მოთამაშე ყავდა ლევაჯეკოვსკი და ნუ ეხა ნოდარ ჯორჯი აი სურვა და არავინ არაფერი არ ყო კაცმა რომელსაც ნოდარ ჯორჯი კიას კალბურს ეხა ნუ ხოწარო ამით ჩათვალე რომ ყველაფერია თქმული რა სხვა არაფერი გაიგე ნინო მესმის შენი და როგორი ამაყია და როგორი მე ეს ნინიკო მიხარდა ძალიან ის რომ ნახე იცი გულზე ის მოგდა რომ უაღრესად ახალგაზრდა 56 წლის გულით გარდაცვალა. ნინო მოდი ახლა ვითხარი რა. ვინ იყო კაპიტონიში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არანაირი წყარო. კი ბატონო, გიტყვი ესე შემდეგ ანუ ფიზკულტურის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა და მაშინ აი ცეკაში სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მოკლედ ეს რაც შეეხება ნუ ამ რეგალიებს და რაც შეეხება სპორტს და ზოგადად ნუ მამა 21 წლის იყო ბაბუა რო გარდაიცვალა ასე რომ მე ბაბუას არ მომსწრებივარ მაგრამ ეს იყო ადამიანი რომელიც დაიბადა ქუთაისში არისტოკრატი ოჯახის შვილი დედამისი თამარ შენგელია ქუთაისის ერთ-ერთი არისტოკრატი ქალბატონი ბრძანდებოდა რაც შეეხება პროფესიით ვინ იყო პროფესიის თამარი ექიმი არ იყო თუ არ ვცდები იყო ჰუმანიტარი მაგრამ მამა რაც შეეხება მამას ანუ კაპიტონ მეუნარგიას ის იყო თბილისის გუბერნიის მთავარი ექიმი 20-იან წლებში და ზოგადად როდესაც ანუ ფედერალისტი იყო საერთოდ ხო იონა მეუნარგიას ბიძაშვილმა მამიდაშვილები იყვნენ ნუ ჟორდანიასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დიდი იონა მეუნარგიას აი იონა მეუნარგიას თუ ანუ მე გრიგოლზე რა ხამ მკითხე ბაბუაჩემზე გიგაზე ანუ მამამისი კაპიტონ მეუნარგია და როდესაც სხვა ჟორდანია გაიქცა და ნუ ბაბუაჩემიც დიდი ბაბუა უნდა გაყოლოდა კაპიტონ მეუნარგია კაპიტონმა უარი განაცხადა ამაზე არამედ სამშობლოში დავრჩებიო და ნუ რა თქმა უნდა მე მოხდა მისი დაკავება და გაგიკვირდებათ და წითელმა ეშმაკმა სერგო ორჯონიკიძემ გადაარჩინა და რატომ გადაარჩინა იმიტომ რომ სერგოს დამთავრებული ქონდა საფერშლო და მიხაილოვის ავადმყოფოს თავარი ექიმი როდესაც იყო ჩემი დიდი ბაბუა სერგო იქ იყო მუშაობდა ფერშლად და ძალიან დიდი ამაგი ქონდა ჩემ დიდ ბაბუას მასზე გაწეული და ეს გამახსოვრა და გადაარჩინა ნუ ეს რაც შეეხება დიდ ბაბუას და რაც შეეხება ისევ ბაბუას ანუ ბაბუა ჩემი თვითონ მე კალათბურთელი იყო და ნუ ამდენი ვარსკვლავი აღზარდა და შემდეგ უკვე მოღვაწეობა გააგრძელა ასე შემდეგ ნუ უკვე თქვი საუბრის დასაწყისში და ზოგადად დიტო ძალიან დიდი მადლობა შენ რომ გაიხსენე ბაბუაჩემი მართლაც რაც შეეხება კალათბურთს კი არ გავიხსენე ფუძემდებელი ამას სალკე ისი რაც შეეხება ქართულ კალათბურთს ბაბუაჩემი ფუძემდებელი ნამდვილად არის იცი შეიძლება ისეთი ტრივიალური შეკითხვა დავსვა რომ არა გრიგოლ მეუნარგიას აი ეს მეტად ნაყოფიერი მოღვაწეობა აი მაშინ მე არ ვამბობ ეხა სამო და მოგვიანებ ის დინამო შეიქმნებოდა
არა ისი რა კითხვას აქ რბილად რო თქვა არსებობის უფლება რა ხა არავინ აღარ არის ცოცხალი რომ ამ კითხვაზე პასუხი მე მაგრამ ჩვენ თუ ლოგიკურად მივყვებით მოვლენათა განვითარებას და იმ ჯაჭვს ხო ეს ყველაფერი უკავშირდება გრიგოლის სახელს რა. და ზოგადად რო თქვათ, ანუ იყო ძალიან გემრიელი თბილისელი კაცი და ქუთაისში დაიბადა პატარა ხალხი. მაბატი, ეს შეიძლება უფრო რაღაც მეტი ინფორმაცია კოკას კონდეს ჯორჯიკიას, ნოდარ ჯორჯიკიას ვაჟს, იმიტომ არ შეიძლება ხა კოკა უაღრესად განათლებული ესეთი ბიჭია ხო და არ შეიძლება მამისგან მონაყოლი ესე გადმოცემით არ იცოდეს თუ აი რა ხდებოდა მაშინ და აი მამის კარიერას რაც ეხება და მამის კარიერა კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან თავდამალი კაცი იყო კი თბილისის ოფიცერთა სახლი კი დიტო ერთადერთი მაბატე იცი დარწმუნებული ვარ რომ საუკუნეზე მე თითქმის საუკუნოვან წინანდელ ეპოქაზე ვსაუბრობ და მაშინაც ეხ შეერობ ძანე ის მშობლები ხო იქაც დიდი ომი იქნებოდა რომ ის ექიმი განთქმული იქაც რა უნდა კალათბურთზე სადმიდის თან მაშინ კალათბურთი როგორი უცხო კენია ზოგადად ნახე რა შეეხება იმ დროინდელ თბილისს ანუ ბაბუაჩემის ვარდა სახელი ყველა მიცოდა საოცარი სამეგობრო და რა თქმა უნდა მათ მასშტაბმომავლებმა ძალიან კარგად იციან ის ისტორიები ის თბილისური ისტორიები თუნდაც რაც ბაბუაჩემს უკავშირდებოდა და გენეტიკა მაინც თავის საშუალება ჩემი ძმისშვილი დემე პატარა 11 წლის არაჩვეულებრივად თამაშობს კალათბურთს. ეს რაც შეეხება მეუნარგებს. ეხლა უსურვოთ, მოიცა, უსურვოთ წარმატება. ხარე კიდე ერისთავებზე ცალკე გადაცემა. ისინი სვექიმები იყვნენ. ეხლა ბოლოს დავამთავრებ, დავძენ უფრო სწორედ რომ დემეს უსურო წარმატება როგორ ხდება მიშა. თქვა გენი იძინებს და მე ისე ვიღვიძებს, იმიტომ რომ არსებობს. დიტო, მე მადლობა მინდა გითხრა შენ, რომ ჩვენთან ხარ. და მადლობა რომ აი ესეთ ადამიანებს იხსენებ და როგორი საოცარი რამ მოხდა და როგორ სიურპრიზი იყო და ბევრ რომ ჩემთვისაც სიახლე იყო და ხო და რა თქმა უნდა სმენელისთვის. ბაბუაზე ვესაუბრებ ისე როგორც უბრალოდ მეუნარგიაზე და მე გაოცებული მეგობრებს მოიცი გას ბაბუჩებს ველაპარაკი. ნუკვე მე დავიმერი, ჯერ რა დაიგრო, მე დავი შემდეგ მის. როგორ დავგარგო. ვიქტორ სანიკიძის დაბადებიდან 39 წელი. ეხლა როგორ არის, ხო საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის დეპუტატი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავკაცი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და არის ბატონი ვიქტორის საზოგადოების ამ ნაწილისთვის. ჩვენთვის ეს არის იყო და იქნება აირ ჯორჯია, ანუ ფრინავი ვიკა, ვიქტორ სანიკიძე ფრინავი იტალიელებმა დაარქვეს თავისი იმ ულამაზესი თამაშის მანერის, აი როცა მიფრინავდა და ტენიდა და ქონდა აი ის მოძრაობები რაღაც განსაკუთრებული. აქ მე რამდენიმე დეტალზე ეხა მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება სანამ 2004 წელს დრაფცე, ანუ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის დრაფცე აიყვანა ატლანტამ, დაუთმო სან ანტონიოს და ნახე რა შვება. ეხა ხო ეს არის ნებისმიერი კალათბურთელის პრაქტიკულად არ ჩერდება. როგორც კი შეატყო ვითარებას რომ ის სათადარიგო სკამზე უნდა გაიმწესებინა და ეს ეხა ეგ არ ამახსნევინო მაგას დიდრო და რატო ხდება ესე არჩია მისი მთავარი იყო არამატერიალური მხარე არამედ დიდი კალათბურთის თამაში და წამოვიდა ევროპაში და ევროპაში სასაულები შექმნა მერე ნუ ეს უკვე იქ იტალიის ჩემპიონის ტიტული და სხვა ამის და რაც მთავარია ეხა საფრანგეთის ორგზის კლუბელის ყველაფერი ხო შექმნა ყველაფერი გააკეთა და თვითონ ის თამაშის მანერა მაგრამ არ იყო არ განეკუთვნებოდა სამწუხაროდ იღბლიან სპორტსმენთა კატეგორიას საკმაოდ ადრეული ასაკიდან ტრავმები რომელიც მატულობდა მე თავმა შემიძლია გითხრა სპეციალისტების აზრი არაპირადი მოსაზრება 50%-ზეც ვერავიდა რა ნიჭის ჰქონდა ვიკას რაც არადა შექმნა უდიდესი ეპოქა 50%-მდეც ვერ მიუშვა ტრავმებმა ეხა მე მინდა აღვნიშნო რომ უშუალოდ როგორც ფედერაციის პრეზიდენტზე არ შეიძლება რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა. აღვნიშნე რომ აი მისი პირადი ძალის შენი აზრით როგორი პრეზიდენტია? აი ეს არის ძალიან მარტივად გეტყვი. აი ეხა დაგისვა ძალიან მარტივ კითხვას. ეხა არაერთი სამსახური გაქვთ ხო გამოსული სადღაც. აი ხსმენია ასეთი რამ რომ სამსახურში მოვიდეს დირექტორი თან არც თუ პატარა სამსახურში ერთი კაცი არ გაუშვას.
გააკეთა გარკვეული ცვლილებები, საუბარი კალბურის ფედერაციაზე, ნუ ყოველ შემთხვევაში საოცრებაა რა. იმიტომ რომ არავინ, ხო, ისიც თუნდაც ის რაღაცა მცირე ანტაგონისტური ხარი, ვისაც თქვა არ უნდა არ კაცი რაღაც გარკვეული ცვლილებები, გადაადგილებები, კაცი ვერ იტყვის. ვიკას მიმართ რომ ვიქტორმა ეს და ეს პირიქით სხვა შორის გახდა პირველი ქართველი კალბურთის ისტორიაში, ვინაც ფიბას, ანუ მსოფლიო საალბურთო ორგანიზაციის საჩეჯიბრო კომისიის წევრი გახდა. ჩვენ ყავდა ფიბა ევროპაში. უეფას რო გავუტოვოთ, უეფაში, ევროკონტინენტში. ეს გახდა მსოფლიოს. ახლა რო ვთქვი, რომ დიდი ძალისხმევა იყო, ეს აღარ დავიმთავრებია, რომ ეს 16 წლამდელთა ტურნირი სტამბოლიდან წამოიღეს. სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო, იქ ცოტა ვითარება რაღაც პოლიტიკურად დაიძაბა და მოგცეს იმ დამსახურებისთვის, იმ საორგანიზაციო კუთხით, რაც დღემდე საერთაშორისო შეჯიბრებები ჩატარებულა და ყველა მიიღო უმაღლესი შეფასება და რაშიც ვიქტორის ძალიან დიდი როლია და მოგცეს თბილისში ამის მასმეძლობის უფლება. შენ რაღაც შემთხვევაზე მიყვებოდი 2017 წელს მაცხოვრის. არა, ეგ ძალიან მაგარი რაღაც იყო რა. ეხა ისრაელში ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები გამოდის, ვიკა ბუნებრივია გუნდს ახლავს, მაგრამ სამწუხაროდ დაიმხსენებული ტრავმის გამო ვერ თამაშობს, გიჟს გავს კაცი რაღაც და არაფერი იერუსალიმში მაცხოვრის საფლავთან რიგში იდგა და უცებ პოლიციელი მოდის და როგორ პოლიციელი, იცი? ეს ამერიკულ ფილმებში რო გინახავს რა, ეს კრუტოვი პოლიციელები რო არიან რა, შერიფის პონჩი, სათვალეები, მუქი რაღაცა, ეს კაბურა დემონსტრაციულად ამოწეული იარაღით იმის და ერთი წუთითო და ეს შეცმა ვიკა რა უნდა, ეს საფლავის რიგში ვდგევარ, ბიჭო, არ ვინმე არამს არ მევარ არაფერი. ერთი წუთითო რა და ტელეფონი ამოიღო, პოლიციელმა გააჩერა ერთსამითო და ეს ჭრიგავს, ერთსამი ხა და ამას იცნობო და აჩვენებს გიო შერმადინის სურას და ვიკას გაიღება. ბიჭო, ეს შერმოვაო. ხო და ეს დღეს დილით იყო და დილით გადავი, შენ საიდანო და დილით გადავიღეო. ეს პოლიციელი აღმოჩნდა კალბურთის როგორი ფანი, იცი რომელმაც ფან არა მარტო უბრალო ფანი, ხა ებრაელია ხო და ადგილობრივი ისა ჩვეულებრივი ისე არა, მთელი ჩვენი ნაკრების და ვიკას ნახევარი ბიოგრაფია მოუყვარ ამის. კაცი გაგიჟდა რა, ნუ ხოცა მითქედია რა. შერმადინი ახსენე და 36 წლის, თუმცა ეს წელის კიდევ გასარკვევია, ხო? შერმო, ეგ თვითონ შერმომ თუ იცოდეს, რამდენი წლის გახდა. ეგ უფრო ჯობია სოსოს კითხო. არა, ეგ არავინ აღარ იცის. მე ერთადერთი ვფიქრობ, სოსოს ეწოდინება ნავთვილად, ძმას უწესიერი უკეთესობილის კაცი. ეს შემთხვევა მინდა გავიხსენო და რა კიღა უშუალოდ რა მნიშვნელობა გრამდენი. კი, რა მნიშვნელობა შერმო არის რაღაც მართა საოცრება. პანდემია ახალი დაწყებულია და ესენი არიან მცხეთელები. რაღაც პარათონ ეხ ჩვენ წარმოიდგინე, ინდა თბილისი იყოს, თონემ რა მოგება უნდა მოგცეს სასწავლე ხთან მცხეთაში. როგორც კი პანდემია გამოცხადდა, იმ დღეს გააკეთა განცხადება, რომ არა მარტო მცხეთელები, ვინც კი გააჭირვებული რაღაც ვარ, მოდითო და არაფერი და უფასოდ ურიგებდა პურს. ხო არაფერი, მაგრამ როგორი ჟესტია, როგორი ბევრისთვის ნათელი, ბევრმა სამწუხაროდ ეს არ გააკეთა. კიდე ერთხელ ვამბობ, ეხლა რა თონ ეხლა ნატახტარში თონეს რა მოგება უნდა დაეტოვებინა და რა ფულზე შეიძლება ყოფილ. და თითო შერმო, საიდან დაიწყო, ვინ აღმოაჩინა ის არის რა ეს ძლიერად ჯამლეთის დამსახურებაა. ნუ ეს პირადად მაშინ მაკაბი, მაშინ ჯამლეთი იყო, ხუღაშვილი ედგა სათავეში და ჯამლეთის ოცნება იყო, რომ NBA-ში ეთამაში. მართალი NBA-ში ვერ ეთამაში, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო. რას ამ კაცმა ეპოქა შექმნა. მოდი ისიც თქვათ, რომ საქართველოს წლის საუკეთესო კალბურთელი იყო ორგზის ევროლიგის, ანუ ეს უმაღლესი იერარქიული ტურნირია ევროსაკალბურთო სარბიელზე, ევროლიგა, რომელიც დღევანდელ ჩემპიონატთან საღემატება, ეს ლიგა ენდესა, ესპანეთის ჩემპიონატი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა სეზონის ეგრეთ წოდებული MVP-ა, უძვირფასესი, ანუ საუკეთესო მოთამაშე 20 ჯერ ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რაც ესპანური კალბურთის ისტორიის რეკორდია, მოიგო ფიბას ჩემპიონთა ლიგა, ეს არის ევროკონტინენტზე რანგით მეორე ტურნირი, ორჯერ მოიგო ფიბას საკონტინენტთაშორისო თასი, გახდა საბერძნეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ნაკრებში 19 წლიანი კარიერა და უკეთესობილესი ადამიანი. არა, თან როგორია, იცი, დიდი ბავშვივით არის ქუჩაში კაცმა რო გააჩერებს, ის კი არ რაღაც ქედმაღლური, არაფერი, ჩვენ რაც გინდა კითხე და ისეთ სიტყვას ამჟღავნებს და ეხა ძალიან ისე მოხვდა გულზე, რომ
უბრალოდ ყველაფერს ალბათ ხო აი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააკეთა განსაკუთრებით ჩვენ რო ევროპირველობაზე გავედით კიდევ ერთხელ ხა თბილისში დანიესთან მოგების შემდეგ რომ მეო დამდეგ ეს ევროპირველობა სანაკრებო კარიერაში შემ დასკვნითი იქნებოდა კარიერას ვამთავრებ მაგრამ არ არის გამორიცხული რომ შერმინატორს არ და ვერ შეველიო და კიდე არ დავიშ შერმინატორს ეძახის კომაგის ხოჭერს ეს მომეწონა ბიჭები შერმოთი მიმართავენ და კომაგისთვის გახდა შერმინატორი რა არის და ბარსა ნუ საოცრებაა რა საოცარი ადამიანია და როდი ძრეუსნებიც უნდა გავიხსენოთ ხო აუცილებლად კი რა თქმა უნდა კი დაასრულე იმიტომ რომ ძალიან სწრაფად კი ვიცი არა მომუნდა რობერტ ჩავლაყაძე ეს ერთ-ერთი გამორჩეული ფენომენი ქართული სპორტის ისტორიაში ინდივიდუალურ სახეობებს შორის და ნახე რა ხდება რომის ოლიმპიური თამაშები ხო და ტიტულის მფლობელი ხდება კაცი რომელმაც სულ ერთხელ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი არ მოუგია არც ევროპირველობა არც სოფლიო პირველობა რაც აი უიშვიათესი რაღაც და უშუალოდ რომის ოლიმპიადაზე თავს იყრის რა შემადგენლობა ისი ეს ლეგენდარული ციმბირელი შეკარგებსმენია ვალერი ბრუმელი რომლის მომდევნო ოლიმპიადაზე უკვე ჩემპიონი ხდება და ორი როგორი ამერიკელი და საზოგადოება ელის რომ ამ ამერიკელებს შორის საუბარია ჩარლზ დიუმასზე და ჯონ თომასზე რომ ტიტულისთვის ზოლა ამათ შორისაა დიუმასი არის ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი და თომასმა ოლიმპიადამდე თვენახევრით ადრე მსოფლიო რეკორდი დაამყარა არაოფიციალური წყაროებიდან ვიცი ასეთი რამ რომ მაშინ შეიძლებოდა სხვა გუნდის ვარჯიშზე დასრება არ იყო ისე ჩაკეტილი სივრცე ეს 60 წელს ეხება და საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ვარჯიში რო დაამთავრაო თომასი ჩასულა და სპორტული პიჟამოები წარმოგიდგენია რამხელა აუღია ის სიმაღლე რაც ამათ ვერ აიღეს ამ თომას მაგრამ ეს ოლიმპიადაზე ხდება რომ აი იქ გადამწყვეტ ეს არის ოლიმპიადის ამოუცნობი ფენომენი რომ ყველაფერი შეიძლება მოიგო და მიაღწიო და აი გაიჩედო ამ პირიქით მოხდეს და უშუალოდ თან რა იყო საოცარი რომ შეჯიბრების დროს ცხონებულო რობერტმა ესე იგი ყურად არიღო მსვლელის რა საბჭოთა კავშირის ნაკრების მსვლელი მაშინ ვალერი ჯაჩკოვი და არაინტერესებდა თავისი გრაფიკი ქონდა ის როგორ და სად გამოსული იყო ჯაჩკოვი გაგიჟდა ანუ იმას აღარ უთანხმე და თვითონ ამას გამოტოვებ და ესეც იყო პირველივე სექტორიდან ადაუწყე მოგვიანებით და აი ესე და ეხა ფორა იტალიკოზე ესე იგი შავლაყაძე იგებს ამას ეს იყო რაღაცა 2.16-ით მოიგო შედეგი იყო 2 მეტრი და 16 სანტიმეტრი რა არაფერი მე აღნიშნოთ რომ იცი რა 2 მეტრი და 16 კი და არა ნუ ეს ერთ-ერთი ქართველ ჩემპიონ ოლიმპიელთაგან ყველაზე ისეთ ფენომენად იქცა რომელიც აბსოლუტურად არათუ ფავორიტ და ახლოსაც ვერ მიდიოდა იმ მოცემულობით რაც იყო რა კიდე ერთხელ ვამბობ ბრუმელი რომელიც მომდევნო ოლიმპიადაზე უკვე თვითონ ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ხდება მე მსვლელობას მიყო ერთი ხანობა ხელი იქ რამ წაიყვანა კონგოს ნაკრებში იმუშავა კონგოს საბრძოლო რომელ კონგო არ გორი გაერთიანებული იყო ჯერუსებს არ გონდათ და ამერიკელებს განაწილებული და მე სხვა შორის ძალიან დაამახსოვრა საზოგადოებას თავი ჩვენი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის სპორტის კათედრას ფიზაღზის კათედრას 13 წელი ძალიან ესე ნაყოფიერად ხემძღვანელობდა და ყველა მადლიერები და იმით იხსენებდა ნუ აი როგორც აი სხვანაირი კათედრის გამგე იყო ხო იცი ხა არ მინდა რა ეს დეტალებში არის სხვანაირი კათედრის გამგე იყო აბსოლუტურად ბატონი რობერტი ვისაც დაბადებიდან შეუსრულდებოდა რამდენი მახანია 92 წელი ოქტომბერ გარბის დრო ლერი გოგლაძე ხო გოგოლაძე ვერა უსათვალო დავიდოვიჩი გაჩენ დავიდოვიჩი საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა ხო დიტო აი ჩვენ რო ქონდა ხვიჩა გიორგაძეზე ხო მე ხვიჩა გიორგაძემდე ქართული წყალბურთის ისტორიაში ბატონი ლერი ვისაც 87 წელი შეუსრულდა და აქვე მინდა პირველ რიგში უდეში ჯამთელობა დღეზელობა უცოცხლია ლერი კი ბატონო იმიტომ რომ სხვანაირი ტვინია აქ და ამას ეხავე ვიტყვით მანამდე ითვლებოდა აი ხვიჩა გიორგაძემდე ყველა დროის საუკეთესო მეკარედ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ხუმრობ შენ ესე იგი გახდა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ევროპირველობის ვერცხლის მედალოსანი და აქვე რომში სხვათა შორის მაშინდელ ნაკრების ერთ-ერთ მსმენელ მალის შავლაყაძეზე დაენიზლავ რაღაც ისი რა ვარჯიშის შემდეგ შეყომდა შენ რაშვები არ მოდიხარ რომ დაწყებისი და არა შავლაყაძე გამოდი ეხა შავლაყაძე თორე მაგანაც ოქრო არ მოიგოსო რა მალინ გინდა
წმინდა ნიძლავი და რაღაც არ ვიცი დეტალები ხო სერიოზული ნიძლავი ისქნეს და რამდენად მოიგო ეს რომში ხდება რა იმავე აი სადაც შავლაკაძე მოკროე და შენც ეხა შავლაკაძე არ მოიგოსო რა მალინმა და ეხა აინტერესებდა რა პიროვნებათა გაქვთ საქმე სულ მახსენდება ერთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ის სიმწრით სადაც აქედან ვერ გამოვდივართ რა უტრიალებთ პოლ პარკეტნიკს და ნო პარკინგ შორს ატრიალებთ ეხა ვისთან გაქვს საქმე შეხედე რა წყალბურთელი ლეგენდა ფიზიკა მათემატიკის მეცნიერება და დოქტორი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი და ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. ლერი გოგოლაძის თავკაცობით ქართველმა ნორჩმა მათემატიკოსთა ნაკრებმა 11 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა უშუალოდ. მათემატიკურ ოლიმპიადაზეა. მათემატიკურ ოლიმპიადაზეა და 39 медаლი აიღო. ეხლა შეხედე რა გენიოს და ისე პოლ პარკეტი არა აი შეხედე ძმაო კაცი რა მოწყობის ტვინია კაც და რა განათლება შეხედე რა შენის ნაბათი ჩვენს უერთდებით ამ მილოსვას და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას დაბადების დღე მინდა ხვალა აქვს ქალბატონ მაიას აზარაშვილს არაჩვეულებრივი ქალბატონი ჩვენთვის ისე მაიჩკად რჩება ხო თორე ის არის ქალბატონი ხო შავი ავაზა სარბემბილიქზე ერთი სიამოვნება იყო აი მაიკოს ხილვა 200 მეტრზე ესტაფეტაში რბენით ესე იგი რბენაში სეულის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასმფლობელი და თას სწორად გამიგე იცი ეს როგორი ტიტულებია იცი მაშინ არის მორბელების სექტორში საოცარი კონკურენცია ენით და ათეულებზია საუბარი კონკურენტ ათეულებზე რამდენიმე 2 და 3 კაცი კი ათეულებზია ну არ ვიცი მე სხვათა შორის უკვე ძლეოსნობისთვის მოციფულ თორე ეხაც ისე ასაკშია ნებისმიერი 96-ში ატლანტის ოლიმპიადაზე იასპარეზა ну იქ ჯგუფში მე-6 აიღო მაგრამ უკვე ძლეოსანისთვის უკვე მოციფული ასაკი ქონდა იყო საქართველოს ძლეოსნობის ფედერაციის გენერალური დივანი და სამწუხაროდ ხარგახანი არა დიდი ხანია ძლეოსნობას ჩამოშორდა მოდი ასე ვთქვათ, აი რა ვთქვით ამასინ გადაცემაში გარემოებათა გამო. მაგრამ მე ერთს ვიტყვი მხოლოდ ეს ჩემი პირადი აზრი არ არის მარტო. ქართულმა ძლეოსნობა მის რომ მაია აზარაშვილი არ ჩამოშორებული ძალიან ბევრი დაკარგა. ეს რბილად რო ვთქვათ. ამას ვერაწონი რამდენი დაკარგა. და ეხლა სად არის რა? ეხლა რომელი მაია არის როგორ იცი აი ესეთი მებრძოლი ქალი, ну იშვიათად რა. სად არის? კარგახანია ჩამოაყალიბა და დაარსა თანამოძრაობებთან ერთად ეს არის სპორტი ყველასათვის ფედერაცია, რომელიც არის ცხოვრების ჩასაღწერს, ნერგავს, არტოვებს არა მარტო ქალაქს, სოფელს, აი ორღობესაც კი და პირადად იღებს ყველგან მონაწილეობას რა. სპორტი ყველასათვის. ჩვენ არაერთხელ შეხვედრივად, მარათონზე არაერთხელ შეხვედრივად არ მიცხეს. აი სწონა რომ 57 კილოგრამი მიცე. რაც რო გამოდიოდა 57 კილოგრამი. ნუ ხო არ მოგიდგენია რა. მაგრამ მიუხედავად ამის, აი არის როგორც 20 25 მაგარ და მადრიდის რეალის ლეგენდა. ხო სწორედ ფერენს პუშკაში. აუ პუშკაში. პუშკა ბუმი როგორც უწოდებდნენ. ეს იყო რაღაც უნიკუმი მსოფლიო ფეხბურთში თავად განსაჯერადო. მადრიდის რეალში ხვდები კაცი 31 წლის ასაკში. ეგ საოცრებია. კი და 30 კილოთი მძიმე ხარ იმ სტანდარტებზე რაც უნდა იყო. და რატო გაიპარა როგორც იქნა. აი 56-ში რომ ბუდაპეშტში აჯანყება მოაწყეს უნგრელებმა მაშინ გაიპარა. იმის შემდეგ მანუ საუკეთესო წლები გაატარა მშობლიურ ჰონვედში. ესე იგი უნგრეთშიც ხო ძალიან წარმატებული ჩემპიონი ხო გახდა? არა, წარმატებული ხო, არა, წარმატებული ხო. საოცარი გუნდი, ოცნების გუნდი იყო, მაშინ ევროპელებისთვის სად იყო მაშინ ეს ბრაზილიის და იმის სახელი 54-ში. აი სენსაციური მარცხი. ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყო, ეგ თითქოს სუბიექტური, მაგრამ ტრამვირებული იყო პუშკა და ფინალი ვერ ითამაშა. ფინალს მარტო მოუგებდა გერმანიას, არ ვაჭარბ. რეალში აი ამ მდგომარეობაში მისულმა ბოლო მომენტში იყიდეს. ვიღაც ქონდა ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელის ყიდვა განზრახული რეალს ბოლო მომენტში არ გამოუვიდა და მე ეგ ერთ-ერთი სპეციალისტი იყო უშუალოდ მენეჯერ სამსვლელო შტაბიდან და ბიჭო პუშკა არ დაუკარგო. მე რა ასაკშია
დი სტეფანოსთან რა შექმნა რა ეპოქა ეხლა ლა ლიგა მოიგო 5 ჯერ 3 ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი საკონტინენტაშორისო თასი არ ვიცი ნუ ჯერ სანაკრებო დონეზე 85 მატჩი 84 გოლი რა და ეს ყველაფერი ხდება 58-67 წლების პერიოდში და ეს გაგიკვირდება და პატარა თაობაც კი პატარა თაობამაც კი რომელიც რეალის გულშემატკივრები არ მათაც კი იციან და ფერენს პუშკაში სურათი მაჩვენა ერთმა პატარა ბიჭმა აი ჩვენ არ მეპარება იმიტომ რომ მარტო ბუდაპეშტში ორ სტადიონს ქვია მისი სახელი და მისი სახელობის საფეხბურთო აკადემია ფუნქციონირებს გარდა ამისა თვითონ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად არის მიჩნეული ერთ-ერთი შესული 6-ეულში მეტი შეიძლება 6-ეულში იყო შესული და უბრალოდ რაზე წყდება მთელ სამყაროს გული ეს რომ თავიდანვე რეალში მოხვედრილიყო და ამას და დი სტეფანოს რო ერთად თავიდან ნუ იქ ალბათ წარმოგიდგენია საერთოდ რა ტიტულებზე იქნებოდა საუბარი დიტო და დავჭა კიდევ დავჭა ერთი ისეთი კი დავჭა გარი კასპაროვი გარი კიმიჩი უცებ მოდი იცი რა მოდი ესე ვიხმაროთ რა კასპაროვი კი არა ვაინშტაინი კიდე როგორი მომენტია ეხლა გავუწყოთ საზოგადოებას რომ კასპაროვი კლარა შაგინოვნა გახდათ კასპაროვა სომეხი ეროვნების ქალბატონი ბაქოელი სომეხი მამა ყავდა ვაინშტაინი მაგრამ ეხა კლარა ისეთი ქალი იყო არა ეს ორივე მათემატიკოსები იყვნენ გამოთვლილი ტექნიკა რაღაც ორივე თავიდანვე ეს და გათვალა რომ ეხა ბაქოში სომეხი ცოტა ისეთი მომენტია და გადაისადა და რაღაც აი ეს ებრაულის რატომღაც არის წამოიყვანა თავის გვარზე და მე ვიტყვი რომ სიცოცხლის მანძილზე კასპაროვის იმაზე ძალიან დიდ დროს თამაშობდა სანამ ეს ოფიციალურად გაგიჟდებოდა ეს გაგიჟდა მე რა რეალურად გიჟია რა ნუ ეხა ეს ჩემი აზრი და ის არ არის გიჟია ეხა მარტივად გეტყვი ნუ აი გეტყვი თავარს მოდი არ მინდა ის ტიტულები ის რომ ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე ორი აზრი არა ეხა და არ მინდა ამ ტიტულების შემოთვლა დრო არ დავკარგო სანამ იმაზეა მაინც ვიტყვი უბრალოდ საჭადრაკო ოლიმპიადების 8 გზის ჩემპიონი გარდა ამისა ესე იგი ფიდეს უმაღლესის რაც არის ჭადრაკის იერარქიული ოსკარი 11 გზის მფლობელი 11 გზის მფლობელი მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ვაჟი პირველი იყო ვინც კომპიუტერს მოუგო ეს რასაკში ეხა წავიდა ეს პოლიტიკაზე რომ გადაერთო აი დამთავრდა იმას მანამდე და თვითონ ის რომ კარპოვს აი ამ რუსული საბჭოური იდეოლოგიის მანქანას მოუგო და იქ არის ჩვენი თანამემამული ზურა ალექსეევიჩი ზურა აზმაიფარაშვილი საკმაოდ დიდი დამსახურება აი ეს მინდა სიამაყით აღნიშნო აი როგორი მომენტია იცი არ უყვართ ეს კაცი რა ბოროტი არ არის მაგრამ არ უყვართ აი მარტივ მაგალითს გეტყვი ზედ იყო ბადრი გადაყოლილი ზედ იყო დაგზალოძეც არ ჩამოვიდა სად ბადრი პატრგაშვილზეა საუბარი საერთოდ ეხა მე ბადრიზე არა მაქვს მარტო ამის მადლიერი კაცი ვერ მოვიცი მაგრამ ამის გენიალური მე გეტყვი საინტერესო რაღაც ადამიანი კომპიუტერის პროგრამა პირველი კასპაროვის ხელით პირველი მატჩი გაიმართა 99-ში და ორი პარტია მოიგო როგორც ბავშვი რო ეთამაშები კაი შეეშვი პირველს 96-ში მეორე მატჩია გაცილებით გაუმჯობესებული მოდიფიკაციის IBM-თან თამაშობს 4-2 მოიგო და თან შაყირობს და ერთი პარტია სპეციალისტები წერდნენ რომ დათმო რომ უბრალოდ ის კომპიუტერის პროგრამისტები ფულს უხდიდნენ ხო ის ორგანიზაცია რომ რაღაც 2003-ში დიპ ჯუნიორთან ითამაშა პრე აქაც სპეციალისტები მიიჩნევენ რომ უცილებლად მოუგებდა რა კომპიუტერი დედოფალს ირავდა გაეცინა რა ეს ნორმალურია ის კლასი დედოფალ და იმავე წელს მე-4 მატჩი აი აქ მინდა შენი ყურადღება და შეფასება დიფრისთან 2-2 გათავდა და რა ხდება ამ დროს დიფრისთან და გაუსწრებ ბოლონეს და ვიტყვი რომ თქვა მე-5-ს მე აღარ ვითამაშებ მაგრამ ვინც ითამაშებს გარანტიას გაძლევთ რომ ყველა შემთხვევაში მანქანა მოიგესო აი დიფრისთან მე-4 მატჩი რომ ითამაშა მანქანის მეხსიერება წამში 3.5-დან 4 მილიონ ოპერაციას ითვლიდა ეს ხო ადამიანი არ არის ბიჭო აქ ვერ რავინ წარმოგიდგენია მილიონ ოპერაციას და თან მანქანა არ ცდება რა კომენტარი უნდა გაიგო არ ვიცი ნუ ეს არ ვიცი რა გენი ეს საოცრებაა რა საოცრება მაგრამ რა არის თვითონ არ იცის რა უნდა არა მე გეტყვი არა საერთოდ უწვდი რა უნდა რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებდეს
იქცა ავანტიურისტად. სადაც მივიდა დაშალა დაანგრია. აი ეს სოფლიოს საჭადრაკო სამყაროს თავის დროზე თან როგორ ცხოვრობს, იცი რომ ყველა მაგასთან თხუის. და მარტო ეს არის ყველაფერი, გესმის და სხვა არაფერი. არიან და ეხა მე საინტერესო დეტალს გეტყვი და ვამთავრებ. ეხა ნახე, ბაქოში, ბაქოელის ომეხია, ხო, ბაქოში დაბადებული გაიზრდა მერձა. ეხა ბოლოს ერთ-ერთ უმსხვილესი კონფლიქტის დროს სომხეთ აზერბაიჯანელ მხედველობაში მაინც რა ორი მხარეს გადაურიცხა ფური, მაგრამ გაცობდა აზერბაიჯანულ მხარს და რატო? მაინც თავისი გაურია. 9 ჩერმეტი სომხეთის მხარეში გარიცხა და აკენ დაკლები და აი უკვე ვიჭამდა მაგას გესმით? აი ესეთ რაღაცებს აკეთებს და იცხოვრება რა. მერე მოქალაქეობებს ეხა სადღაც ხორვატიაში. კარგი, ღიმილით დავასრულე. არა, ღიმილით. არა, ხო, მაგრამ ეს არ განმეორდება ბიჭო. 4 მილიონი. არა, წარმომიდგენია. ნუ არა, ნუ რას ლაპარაკობ. თელი საჭადრაკო სამყარო რო გააერთიანო ობიექტურად, მე ვამბობ, წმინდა საჭადრაკო სპორტული კუთხით ამასთან ახლოს ვერ მივა. აი, რაც კი ისტორიაში არსებობენ ის თავისი გენიოსები რა, აი ყველა რო გააერთიანო რა. მაგრამ გინდა რა. ხო, ყველა გენიოს თავისი ოფოპები ყავს. და ისიც აღნიშნო, რომ ყველა დიდი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ადრე თუ გვიან გიჟდებოდა. კი, არა, ნუ იცი როგორ ეხა მთლად ფსიქიატრიულში არ ამთავრებდნენ, მაგრამ როგორ ჩვენი მეზობლები იტყვიან, ვერ ლავესწრებოდნენ რა. ჯანმრთელობა დიდი მადლობა. აი ეს საინტერესო სპორტული ამბებისთვის და დიდო კიდევ მართლა ძალიან დიდი მადლობა იმით რომ დღევანდელი გადაცემა ბაბუა ჩემის არა კი მართლა შემოგდოდე მაცოცხლეზე სურპრიზებით არის ხოლმე დიდო მართლა კი სულ დიდი ძალიან ყველას დიდი მადლობა ძვირფასო რადიოს მსმენელებო ვიქნიოთ იმედი რომ ამ ადამიანზე მეტი წყარო გაჩნდება იმიტომ რომ თქვენ იგივე თქვენ ოჯახს გაქვთ იმის შესაძლებლობა რომ მეტი ინფორმაცია მიცეთ აი ჩვენ რო ბიოგრაფიულ ლექსიკონს რო უწოდებთ და ამ ადამიანის ირგვლივ რომელმაც ყველანაირად დაიმსახურა რომ გაცილებით მრავალფეროვანი და ამ თაობისთვის და მომავალი თაობებისთვის იყოს ისეთი მომღერალი ხომ არა თაობას უტოვებ რა ხდება ეჭი არა მე ხო არ გეუბნები რომ შენ იყვირო და თაობას უტოვებ ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო რადიოს მსმენელებო და გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე დროებით მადლობა და სასიამოვნო შაბათ-კვირის გატარებას გისურვებთ